და მოდი ჯერ საერთოდ რა არის ეს? რა თქმა უნდა. აი ეს რა არის ლოგონევროზი? რას ნიშნავს? ლოგონევროზი, ანუ ენაბორძიკი გახლავთ საკმაოდ გავრცელებული მეტყველების დარღვევა. რომელიც ვლინდება, მაგალითად ადამიანს უჭირს მეტყველების დაწყება, უჭირს საუბარი, ამ დროს იმეორებს ბგერებს, სიტყვებს და არის ძალიან ღრმა შინაგანი დაძაბულობა. აი ამ დროს ძალიან რთულია, წარმოიდგინეთ თქვენ საკუთარ თავზე. გინდათ საუბრის დაწყება და ვერ იწყებთ. რა თქმა უნდა. ამ დროს შინაგანი ფსიქიკური მდგომარეობა ბავშვისაც, მოზარდისაც ძალიან რთულია. ძალიან მნიშვნელოვანია დავდგეთ გვერდით, როგორც ოჯახი, ასევე პროფესიონალი. და როდის ვითარდება ლოგონერვოზი? არსებობს რაღაცა კონკრეტული დრო, თუ ეს თანდაყოლილი შეიძლება არა, იყოს? თანდაყოლილი ნამდვილად არ გახლავთ, იმიტომ რომ ეს არ გახლავთ დაავადება. ვითარდება დაახლოებით 2-დან 5 წლამდე, ძირითადი განვითარების პერიოდია, როცა ბავშვი იწყებს მეტყველებას თამამად, ხო? აი ამ დროს ბავშვის მდგომარეობა როგორია, იცით? ძალიან ემოციური არის ყველა საკითხთან დაკავშირებით, თავად ბავშვი, ხო? ახალ აღმოჩენებს აკეთებს და აი ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია მშობელი ძალიან ფრთხილად მოექცეს ბავშვს, არ უნდა დაუყვიროს. აი ბაღში მისვლის პერიოდი აღნიშნოთ, ხო? რატო ხდება ამ დროს ყველაზე ხშირად? ანუ სტრესია მაპროვოცირებელი მაპატიეთ. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდი გარემო. როდესაც სტრესული მდგომარეობა არის ზოგადად, აი ამ დროს იწყება უკვე მეტყველების პრობლემები. გასაგები. იცით რა არის სტრესი, პრინციპში რაღაცა პატარა ბავშვთან რამ უნდა გამოიწვიოს და აი რა შეიძლება იყოს, რაღაცას ვერ ამბობს და აი თქვენ აი რა არის გამომწვევი ეს სტრესი რა არის? ისაუბრე კარგად, რატო ბორძიკობ? აი ესეთი საუბარი ზოგადად არ შეიძლება. სტრესი რა თქმა უნდა პროვოცირება სტრესმა შეიძლება მოახდინოს, რა თქმა უნდა. თუმცა შეიძლება დიდი სიხარულის ფონზე წამოვიდეს, ან უბრალოდ ბავშვმა დაიძინოს და გაიღვიძოს ამ მდგომარეობით. დიახ, იმიტომ რომ სიზმარი არ მოეწონოს და აი ამიტომ. სიზმარში სრული სიზმარი ნახოს რაღაც და შესაძლებელია სტრესის ძალიან ბევრი შემთხვევა ყოფილა, ასევე სკოლისკენ წინ გადადგმული ნაბიჯები, ხო? როგორია ემოციურია ამ დროს. როგორც ბაღში მისვლის პერიოდი, დედას შორდება ბავშვი, ძალიან განიცდის ამ მდგომარეობას და ბაღში მიყავთ სრულად კარგად მოსაუბრე ბავშვი და გამოყავთ მებორძიკე. ხო. და დიდობაში შეიძლება რომ თამარეს განვითარდეს. რა თქმა უნდა დიდობაში სტრესი ადამიანებს ყოველთვის სრულად შესაძლებელია ყველა ადამიანს დაემართოს, მათ შორის თქვენც, მეც და ნებისმიერ ადამიანს სტრესის ფონზე ენაბორძიკი. ეს სრულად შესაძლებელია. მაგრამ თავარია ვიცით ვისთან მივიდეთ. კი ბატონო. აი ხო მოდი მივედით და მოდით ახლა ვისაუბროთ ჯერ პატარებზე რა მეთოდი არის, როგორ ხდება თქვენთან ასე ვთქვათ. ნახეთ, გერმანიაში პირველად აღმოაჩინეს საკმაოდ დიდი ხნის წინ, როდესაც არც ერთი მებორძიკე ბავშვი კვლევის შედეგად არ ბორძიკობდა სიმღერის დროს. კი ბატონო. რატომ ამ დროს არ არის რიტმი დარღვეული, სუნთქვა სწორია და ხმოვნები გრძელდება, ხო? ამ დროს მნიშვნელოვანი არის ჩართულობა, რიტმულობა. ნახეთ, ჩვენ მუშაობთ მეტრონომთან ერთად. მეტრონომი გაგიგეთ რაც არის, ხო? კი ბატონო. სწორი რიტმი, სწორი სუნთქვა და რა თქმა უნდა ხმოვნების გაგრძელება. უთითგანვე ბრძოლა ენაბორძიკთან იყო ხმოვნების გაგრძელებით, მთავარია სწორად გააკეთოს ეს პროფესიონალურად. ენაბორძიკი არ არის ის რაც გჭირს, ეს არის მდგომარეობა, რომლის გადაჩვევა ასე ვთქვათ, იცით რა მაინტერესებს და ყოველდღიური ჩვენი ჩართულობით, რა თქმა უნდა, ეს მიღწევადია და არაერთი მოსწავლე გაგვიშვია ჩვენ ძალიან კარგად მოსაუბრე ჩვენგან და ძალიან ბედნიერები ვართ ამ დროს. არ მხოლოდ მშობელი, ასევე უდიდეს ბედნიერებას განვიცდის. ნამდვილად გეთანხმები. და რა დრო ჭირდება თამარ მკურნალობას? აბსოლუტურად ყველა ჩემი მოსწავლე გახლავთ ინდივიდუალური. საშუალო დრო რა ვერ იტყვით. ნახეთ, ზოგთან დაგვისრულებია 2 თვეში, ზოგთან 3 თვეში, ზოგთან 4 თვეში, 7 თვეც დამჭირვებია. ნახეთ, ლოგონევროზსა და ენაბორძიკს შორის განსხვავება, ნახეთ, ძალიან მცირეა. ენაბორძიკი არის ის, რომ დაუშვათ ბგერებს ვერ ამბობს და იმეორებს ბავშვი, სიტყვებს იმეორებს. ლოგონევროზი თუ თანსდევს, ნახეთ, შფოთვა ითრევს კუნთებს, ხელის ფეხის, სახის მიმიკებს, იფარებს ხელს სახეზე, ხო? აი ეს მდგომარეობა თუ თან ერთვის, ამ შემთხვევაში ეს არის გაერთიანებული ლოგონევროზი, იგივე ენაბორძიკი. ამ შემთხვევაში მედიკამენტური ჩარევა თუ ხდება, თუ მხოლოდ ისე წამღერები? ძალიან ბევრი მშობელი მოსულა ჩვენთან.
ძალიან ბევრ მშობელს დაუკარგავს დრო ამის გამო. ძალიან ბევრი კეთილის მსურველებიც ყავს გარშემო. იცით, დაელოდე, გაუვლის. ეს არ არის დაავადება, რომ მედიკამენტით ვიმკურნალოთ. მედიკამენტის მიღების პერიოდში ბავშვი იმაზე მეტად მშვიდდება და წყნარდება, ვიდრე უნდა იყოს, ხო? დუმდება შეიძლება და ამ დროს ენა ბორძიკით, რა თქმა უნდა, მცირდება, ნელდება, ხო? ანუ ეს პროცესი და როცა მედიკამენტი დასრულდება, იგივენაირად მოდის სპაზმი, იმიტომ რომ ნახეთ, ენა ბორძიკი არის მოთამაშე, პერიოდული. შეიძლება 3 კვირა ისაუბროს ბავშვმა ძალიან მარტივად, თავისუფლად, და მშობელი ფიქრობს, აი მე უკვე ჩემს შვილს გავუარა ამ მდგომარეობამ, რა კარგია, მაგრამ ისევ მოდის სპაზმი, ხო? აი ეს აღმავალია და დაღმავალი, ტალღოვანი და აი ამიტომ ხდება. და სრულად განკურნება ხდება? რა თქმა უნდა, სრულად განკურნება ხდება. კიდევ ერთხელ განმეორდები, რომ ეს ენაბორძიკობა, ან ლოგონევროზი ზოგადად არ არის ის, რაც გჭირს. ეს არის მდგომარეობა, რომლის გადალახვა ნამდვილად არის შესაძლებელი. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ იმ საქმესთვის და აქვე იმასაც ვიტყვი, რომ სხვათა შორის გარდა იმისა, რომ არაჩვეული პროფესიონალია, მეცენატიც არის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ქველმოქმედება გაუკეთებია და კეთილი საქმე. და ზოგადად მშობლებს მინდა მივმართო. როდესაც ვიწყებთ ენაბორძიკთან ბრძოლას, ძალიან მნიშვნელოვანია მივყვეთ ბოლომდე. არავითარ შემთხვევაში გაწყვეტა არ შეიძლება. შეიძლება ენაბორძიკი სრულად აღმოიფხვრას 10 გაკვეთილშიც კი. მაგრამ აი ბევრი მშობელი მყოლია, რომ აი ჩემო შვილმა გასწორა საუბარი და მოდი წავიყვან. კი ბატონო, ეს თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ მე ყოველთვის ვეუბნები, რომ აუცილებელი და მნიშვნელოვანია ეს გამყარდეს. ჩვევა რომელიც ბავშვს ამდენი ხანია აქვს, თქვენ გინდათ რომ უბრალოდ 10 გაკვეთილში ეს დასრულდეს, გამორიცხულია, იმიტომ რომ რეციდივის ალბათობა ძალიან დიდია და ძალიან ბევრი უკან მოსულა ამ შემთხვევაში. დრო ნებისყოფა მშობლის და ბავშვის აქ ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ პრინციპში არის ეს სისტემატიურობა აუცილებელი აი ამ პროცესის შემდეგ. აუცილებლად ყოველდღიური საგაკვეთილო პროცესები ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს. ყოველდღიური ჩართულობა. დღესაც სხვათა შორის ძალიან ბევრი ლოგოპედი ეუბნება, რომ უნდა იცხოვრო ენაბორძიკთან ერთად. არაერთი მშობელი მოსულა. არ არის ესე ნამდვილად. არ არის განაჩენი ენაბორძიკის დაძლევადია და უნდა გააკეთოს ეს მშობელმა. როცა არსებობს ლოგოტონი, რასაკვირველია, პრობლემა არ არის. ანუ ნებისმიერი, თაკოში რაღაცის კითხავდება და ნებისმიერი, ასე ვთქვათ, აი ეს სირთულის ბორძიკი, ენის ბორძიკი შეიძლება გამოსწორდეს ნამდვილად დაძლევადია. კი, ნამდვილად დაძლევადია. ანუ როგორც კი აღმოვაჩენთ, პირდაპირ უნდა მოგმართოს თქვენ. ამასაც ავღნიშნავ, ნახეთ, დაწყებიდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში ბავშვმა შესაძლოა თავისით გადალახოს. შესაძლოა გადალახოს, მაგრამ თუ კი ეს არ მოხდა და 6 თვის მერე ისევ ბავშვი ბორძიკობს პერიოდულად, აუცილებელი და მნიშვნელოვანია უკვე ჩაერიოს. რათა დიდხანს არ მოხდეს ასე საუბარს, არ მიეჩვიოს არ მიეჩვიოს, კი ბატონო. დიახ. ანუ მარტივია მერე გადაჩვევა, რა თქმა უნდა, რაც უფრო ახალი დაწყებულია. ანუ არასდროს არ არის რეალურად დაგვიანებული, რომ მოვიდეთ ლოგოტონში და დავიწყოთ მკურნალობა, ხო? ნამდვილად. ასაკსაც მნიშვნელობა არ აქვს რეალურად. საოცარი ადამიანი ყავდა დღეს. უღრმესი მადლობა თამარა, გოწვიეთ. და უკვე ვართ მშვიდად წყნარად, დიდებიც, პატარებიც, მშობლებიც, რომ თუ კი ბავშვმა რაღაც პატარა ბორძიკი დაიწყო, არსებობს ესეთი არაჩვეულებრივი სპეციალისტი და არსებობს ლოგოტონი. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა თავის.